მოდით ნახოთ ჩვენს მიერ შესრულებული კოდის გრაფიკული რეპრეზენტაცია. როგორც ხედავთ, აი აქ ჩვენი პროგრამა იწყება და ამოწმებს x-ი ნაკლებია თუ არა y-ზე, ან x-ი მეტია თუ არა y-ზე. შემდეგ, იმის მიხედვით ნაკლებია თუ არა, იმის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას. თუ ნაკლებია, ანუ ჭეშმარიტია ეს პირობა, ამ შემთხვევაში წერთ x-ი ნაკლებია y-ზე. ხოლო თუ მცდარია ეს პირობა, ამ შემთხვევაში უკვე ამოწმებს, ანუ შემდეგ if-ზე გადადის x-ი მეტია თუ არა y-ზე. იგივე ხდება აქაც, თანმიმდევრობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ მაგალითად პირველი გვიწერია x-ი მეტია y-ზე, აქ უწერიათ x-ი ნაკლებია y-ზე, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შეგვეძლო დაგვეწერა თავიდან x-ი უდრის y-ზე, x-ი მეტია y-ზე, x-ი ნაკლებია y-ზე. ამასაც არანაირი მნიშვნელობა არ იქნებოდა. მთავარი არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ლოგიკურად გავყვეთ და თუ რაღაცა ჭეშმარიტია, მაშინ ვაკეთებთ ერთ რამეს, ხოლო თუ რაღაცა მცდარია, მაშინ თუ ეს პირობა მცდარია, მაშინ არაფერს არ ვაკეთებთ, გადავდივართ შემდეგი პირობის შემოწმებაზე. ანუ აგრძელებს ჩვენი პროგრამა მუშაობას, ხო? თუმცა ისე აღმოჩნდა, რომ იმ დროსაც, როდესაც რაღაცა მცდარია, თურმე შეგვიძლია რაღაცის გაკეთება. და ზუსტად აი ამ სიტუაციას განვიხილავთ შემდეგ ვიდეოში.